გამარჯობა მეგობრებო, გავაგრძელოთ კალაძის და ხოცების ორმაგი სტანდარტის ამბავი. მოკლედ დღეს რამოდენიმე ხოცმა YouTube-ში დამიწერა ესეთი კომენტარი, რომ კალაძეო ის იყო კარიერითო მილიონერი იყო და აბაო როგორ არ იქნებაო კაცო ესო რა არის გასაგვირი მისგანო და მოკლედ განვიხილოთ კალაძე როდესაც დინამო კიევიდან გადავიდა მილანში ის გაიყიდა 16 მილიონად, საიდანაც რაღაც წილი მასაც შეხვდა. შემდგომ ყოველწლიურად მისი სახელფასო ანაზღაურება დაახლოებით იყო 2.5 მილიონი, საიდანაც დაახლოებით დააგროვა დაახლოებით პლუს მინუს როვიან გარშოთ 30 მილიონამდე. 30 მილიონამდე, ასევე ჯენუაში გადასვლის შემდეგ 2.7 მილიონი, ეს რაც ცნობილია ზოგადად მისი ხელფასების შესახებ, დავამკვიდროთ, თქვა 40 მილიონი იშოვა რა რაღაც გაუთვალისწინებელი თანხებიდან, არ ჩანს მის შესახებ, რომ სარეკლამო ამ მსგავსი რაღაცებიდან სერიოზული შემოსავალი ქონოდა, მოკლედ თქვა კარიერიდან იშოვა 40 მილიონი. მაგრამ აქ არის გასათვალისწინებელი ის, რომ როდესაც ის კალა კაპიტალით შევიდა, კალა კაპიტალში პროგრეს ბანკის აქციები იყიდა და კალა კაპიტალით უნდა განეხორციელებინა არსენალის მთაზე დიდი პროექტი, მან ამ პროექტში ჩადო 39 მილიონი ევრო და არსენალის მთაზე უნდა გაკეთებულიყო დიდი პროექტი და 39 მილიონი იქნებოდა გარანტი იმისთვის, რომ დანარჩენ 700 მილიონიან ინვესტიციას მოიზიდა და სხვადასხვა ქვეყნიდან. საბოლოოდ ეს პროექტი ვერ განხორციელდა, აქედან გამომდინარე ის მთელი წლის კარიერის განმავლობაში ნაშოვნი თანხა, ასე რომ ვთქვათ, ამ პროექტში მოახდინა ინვესტიცია, რაც არ გაამართლა ამ პროექტმა. აქედან გამომდინარე ის 2012 წლისთვის სრულად ბანკროტი თუ არა ძალიან მიზერული თანხა ჰქონდა დარჩენილი. აქედან გამომდინარე თვალში ნაცარს ნუაყრით და ვჟუტურობთ რაღაცებს, დაგუგლეთ, თქვენ თუ მაინც არ იცით, დაგუგლეთ მაინც Google მაინც ხომ იცით ხოცებო. აბა თქვენ იცით გამოიწერეთ იდეა TV, ჩვენი არხი იდეა TV.